ბაღდათის მუნიციპალიტეტში ცეცხლის ქრობის სამუშაოები ვერტმფრენმა დილიდან განაახლა. უკვე მეოთხე დღეა, რაც ხანძარს სოფელ ხანის მიმდებარე ტყის ფერდობზე ებრძვიან. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 200-მდე მეხანძრემაშველი, სპეცტექნიკა, ასევე სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი. ადგილზე მოწყობილია საგანგებო შტაბი. ბაღდათში გაჩენილ ხანძარს, რომელსაც უკვე მეოთხე დღეა ვერ აქრობენ, ადგილობრივები სოციალურ ქსელში ეხმიანებიან და წერენ, რომ სოფელში საშინელი სუნი დგას და ტერიტორია ფერფლითაა დაფარული. 5 დღე და ღამეა იწვის ტყე. გავიგეთ, რომ არ მიდის ცეცხლი დასახლებული პუნქტისკენ, მაგრამ ჩააბარეთ ხალხს ანგარიში რაოდენობის ტყე განადგურდა. აცნობეთ ხალხს, რა საშიშროება ემუქრებათ ამ წვით წარმოქმნილი მავნე ნივთიერებებს რომ შეისუნთქავენ? გასაოცარია პირდაპირ, როგორ უმნიშვნელოდ საუბრობთ ამ ვიტარებაზე. ადგილობრივი ხელისუფლებიდან ერთი კაცი მაინც გამოვიდა და ჩააბარა ანგარიში ხალხს. აღიარა, რომ ვერ უმკლავდებიან ხანძარს, რადგან ქვეყანაში შესაბამისი ტექნიკა არ მოიპოვება. სოფელში უკვე სახლის კარს ვერ აღებენ ისეთი სუნი ტრიალებს. ფერფლით სავსეა ყველაფერი. კი უხედავთ, შრომობენ. მადლობა ყველა თითეულ სიმყოფელს. მაგრამ არაა ალბათ საკმარისი. და როდემდე? სამწუხაროა. ერთი ან ორი არა ადამიანის დაუდევრობის გამო ამდენი ტყე ნადგურდება. ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.